და რამდენიმე საათია მთავრობის კანცელარიაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე პრემიერმა ნიკა გილაურმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების რამდენიმე მაჩვენებელზე ისაუბრა. დასრულდა თუ არა მთავრობის შეკრება და ეკონომიკის რა მაჩვენებლები განიხილა პრემიერმა, უფრო კონკრეტულად ირაკლი მაისურაძემ მთავრობის კანცელარიიდან. პრემიერ-მინისტრის განმარტებით საქართველოში პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 6%-იან ნიშნულზე არის გაჩერებული, რაც რეგიონისათვის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. ასევე საუკეთესო შედეგია დაფიქსირებული საგარეო ვაჭრობაში ექსპორტი 40%-იან ნიშნულზეა გაჩერებული, ასევე გაზრდილია ექსპორტზე გატანილი პროდუქტის სახეობები, ასევე გადებულია ის არეალი, გეოგრაფიული არეალი, ანუ ის ქვეყნები, სადაც საქართველოსთან ექსპორტზე არის გასული საქართველოში ნაწარმოები პროდუქტი. რაც შეეხება უმუშევრობას 19,6%-დან მაჩვენებელი შემცირებულია 2010 წლის განმავლობაში 19,3%-მდე, ასევე ინფლაციასთან დაკავშირებით ბოლო 2 თვის განმავლობაში ინფლაცია ნულოვანია, თუმცა პრემიერ-მინისტრის განმარტებით ბოლო 1 წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი 13%-ს უდოლდება. კარგი არის ის, რომ მარტის და აპრილის ინფლაციის მაჩვენებლები ყოველთვიური იყო ნულოვანი, ანუ წინა-თვესთან შედარებით 0% არის და თუმცა წლიური ინფლაცია, 12-თვიანი ინფლაცია მაინც ჯერ კიდევ მაღალია და 13%-ზე მაღალი ციფრია, რაც რა თქმა უნდა არ არის ჯერჯერობით კარგი. ჩვენ გვაქვს პროგნოზი, რომ მაისი, ივნისი, ივლისის თვეებში ეს ციფრი შემცირდება და სექტემბრისთვის ინფლაცია, წლიური ინფლაცია 10%-ზე ნაკლებ შეადგენს. სავარაუდოდ იქნება 9-8%. საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები პოზიტივისაკენ უფრო სექტემბრისათვის შეიცვლება, რადგან მთავრობას დაგეგმილი აქვს მთელი რიგი ეკონომიკური ღონისძიებები. დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე კი კიდევ ერთი საკითხი განიხილებოდა, ეს არის საქართველოს ტურიზმის პოტენციალის რებრენდინგი. სწორედ ამ მიმართულებით ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ უკვე ჩაატარა გარკვეული გამოკითხვები, სპეციალური გეგმა შეიმუშავა. ეს კონცეფცია იყო წარმოდგენილი დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე და მაია სიდამონიძემ ჟურნალისტებთანაც გააკეთა საკუთარი შეფასება. ჩატარებული იქნება კვლევა და პირველ რიგში არა მარტო სახელმწიფო სტრუქტურებთან, არამედ თვითონ აქ ჩამოსულ ტურისტებთან, რომელმაც უკვე გაიარა და გამოცდილება მიიღო საქართველოში მოგზაურობის და განისაზღვრა ის პოზიტიური მხარები, რაც აქვს საქართველოს, რაც არის ექსკლუზიური ჩვენთვის, რაც არის განსხვავებული და შენარჩუნებადი, ეს არის სტუმართმოყვარეობა, ჩვენი ბუნებრიობა, ჩვენი ბუნება და სხვა საიდენტიფიკაციო ფაქტორები, რაც ჩვენ გაგვასხვავებს სხვა ქვეყნებთან შედარებით. მაია სიდამონიძის განმარტებით კონცეფციაზე მუშაობა გრძელდება და პროექტი საბოლოო სახით უკვე სექტემბრისათვის იქნება ჩამოყალიბებული. მინისტრთა კაბინეტის სხდომა დასრულდა, მე შეგახსენებ დღეს მთავრობის სხდომაზე 76 საკითხს განიხილავდნენ.